ვიღაც თავისინებით, ვიღაც კი წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც მიდის. უკან კი ნამსხვრევების სახით ბავშვობა რჩება. ვერ გავიგე უფროსო. ყასაბთან წადი, ხერხემლის საუკეთესო ნაწილი მოგცეს ხორცს, ჩემი ხელით დავამუშავებ. ყასაბთან წავიდე? გოგოს ვაიძულებდი კვერცხი ეჭამა. მე რა ვიცოდი? გავოგმდი და მოვიწყდა რა უნდა მეთქვა. რატომ მოხვედი? რატომ მოვედი? არ მაღან ფეხლივანი და მისი და იფექი კართან დგანან, უნდა მეკითხა როგორ მოვიქცე მეთქი. სარის დაურეკე 10 წუთით მოც და მოუწევთ. ახლა კი ყურადღებით მომისმინე. გამარჯობა. ხალილ იბრაჰიმ ნაქაშოხლუ ჯანმრთელობის მდგომარეობა მაინტერესებდა. ახლავე ქალბატონო შევამოწმებთ და მელოდეთ. გელოდებით. შეკითხვებს ნუ მისვამ. წადი და ის გააკეთე, რაც გითხარი. 10 წუთის შემდეგ იქ მოიყვანე, სადაც გითხარი. კარგი უფროსო. გოლენდამ შაჰინი. გოლენდამი ვინ არის? რა ჩემი საქმეა? ვინც არის? ჩემთან ერთად მოდიხარ. სად? ვერ შეკითხვას ვამ. მე არ მოვდივარ. კარგი. მოვდივარ. წავიდეთ. სად მოვედით? აქ რატომ მომიყვანე? ისევ ტბაში უნდა ჩამაგდო? უნდა მესროლო? საიდან მოიტანე? სამაგიერო უნდა გადამიხადო? გამომართვი. კარგად დაიჭირე. თუ თავის დაცვა გინდა, ჯერ მიზანში ამოღება უნდა ისწავლო. წესი პირველი. დგომა. ფეხები მხრების სიგანეზე პროპორციულად გაშალე. გაშალე? მეორე წესი. იარაღი კარგად უნდა გეჭიროს ხელში. ცეცხლი თუ მარჯვენა ხელით უნდა გახსნა, მარცხენა ხელი უნდა დაახმარო. დაიჭირე? რადგან ცალი ხელით ცეცხლის გახსნა გაგიჭირდება. კარგად დაიჭირე? ახლა კი მოემზადე. იარაღის არ უნდა გეშინოდეს. იარაღი შენს ხელთ არის. ანუ უპირატესობა შენ გაქვს. ახლა მიზანში ამოიღე. თითი სასხლეტისკენ წაიღე. სასხლეტის დაჭიმულობა შეიგრძენი. ახლა მათზე იფიქრე, ვინც გულს გტკენს, გაწყენინეს. ისინი ახლა შენს წინ დგანან. კარგად დაუმიზნე და სასხლეტს თითი გამოყარი. მიდი. ისროლე. ვიღაც ისრის? სროლის გაკვეთილია. დამორძანდით? საავადმყოფოდან რეკავენ. ალო? დიახ, მე ვარ. კარგი. ახლავე მოვდივარ. მადლობა ღმერთს. მამა ჩემი გულს მოსულა. თქვა ჩემი ქალიშვილის ნახვა მინდაო. რა კარგია. როგორ მოვიქცეთ? რა ვქნათ და შენ წადი. და დევა? მე დაველაპარაკები. შემდეგ კი შენთან მოვალ. მეც არ მენდობი? არა, რას ამბობ? არ მინდა აქ მარტო დაგტოვო.
ის კაცი არაფერს დამიშავებს, ამაში დარწმუნებული იყავი. შენ წადი. წადი. დაგეხმაროთ? მე თვითონ წავალ. სულ ეს არის. ახლა თავად ვწდი. კიდევ ერთი წესი. ხელში დაჭერისას ლულა ყოველთვის მიწას უნდა უყურებდეს. სცადე. კიდევ ერთხელ სცადე, მიდი. მიდი, არ დაგავიწყდეს, მიზანში ამოღება არ დაგავიწყდეს. გულჯემალ ბეი და დევაჰანიმის როლაში ვარჯიშობენ, შემდეგ თქვენ შეხვდებიან. ხედავ, როგორ გავარტყი. დამოუკიდებლად ვისროლე. გავარტყი. გამომივიდა. გულჯემალ ბეისთან შეხვედრა მსურს. სროლას არ უყურებთ? საკმარისია. გინდათ დაგეხმაროთ? გითხარით მე თვითონ წავალ მეთქი. ბრავო. ფეხს ვშლი, მიზანში ვიღებ. იარაღი ჩემს ხელთ არის. მე მას ვმართავ. ჩემ წინ დგას პიროვნება, რომელმაც მაწყენინა. უკვე აღარაფრის მეშინია. მამასთან უნდა წავიდე. არა. გესვრი. გუშინ მესროლე, მაგრამ აქედან მაინც ვერ გახვედი. კიდევ ერთხელ თუ ვწდი, იცი რომ მოვკვდები. სროლა გასწავლე, სანაცვლოდ ჩემთვის შენც რაღაც უნდა გააკეთო. მევაჯრები? იცოდე გესვრი? ამის გაკეთება რომ გინდოდეს სასახლეც თიც მაშინ გამოკრავდი, როდესაც იარაღი დამიმისნე. არ მომეკარო. გითხარი უკან დაიხიე. არ გაინტერესებს სანაცვლოდ რას ვითხოვ? რა სიტყობ? ხვალ იტალიელებთან აქ თათბირი მაქვს. საქმე სასტუმროს მომარაგებას ეხება. დედა საფერიც იგივეს ამბობდა. სწორედ ერთი და იგივე საქმეზე ვსაუბრობთ. მათ ვუთხარი რომ დიზაინზე შენ იმუშავებდი. შეგიძლია აქ მომიყვანო. დამატყუებო, მაიძულო რომ მოგიარო. მაგრამ გითხარი, შენთან არ ვიმუშავებ. ფეხს მოვიდეხ. დამთამაში მაინც არ ჩავერთვები. არასდროს. ფეხს მოიტეხ და ზურგზე მოგიკიდებ და ისე წაგიყვან. გოგოს დასასწრაფოდ წავიდა, მაგრამ არმაღან ბეი მასთან ერთად არ წასულა. უკან გაყევი, ერთმანეთს არ შეხვდნენ. მეგონა დაინახე ის, რაც უნდა დაგენახა და წახვედი. მართალია დავინახე ის, რაც უნდა დამენახა. თქვენთან სასაუბროდ მოვედი. რაზე უნდა ვისაუბროთ? ერთი რამ ძალიან მაინტერესებს. რა გაინტერესებს? დედა ჩემს საიდან იცნობთ? ჩემი აზრით, ჯერ მთავარი კითხვა არ უნდა დაგვავიწყდეს. შენ დედა შენს თუ იცნობ? კარგად იცნობ? რას გულისხმობ? ძმაო, დღეს შენთან საუბარი არ მინდა.
ამას წინათ დედა შენი აქ იყო და ეს დარჩა. დედა ჩემს იარაღი არ აქვს. დედა შენს ნამდვილად არ იცნობ. არ მესმის, საიდან იცით, რომ იარაღი დედა ჩემს ეკუთვნის? ძმაო, მაგ ყუთში რა დევს? რამდენჯერ უნდა გითხრა გულენდამ, დედა შეუკვეთავს, უთქვამს გულჯემალს მიეცით და ის მომიტანსო. გააფრთხილეთ, არ გახსნასო. ესე იგი საჩუქარია. არ ვიცი. იქნებ დედამ გვაპატია. ჩვენთვის საჩუქარი იყიდა. იქნებ სახლში ჩვენთვის ხორცს წვავს. იქნებ ამიტომ გვეძახის. ასე გონია? გახსენი ვნახოთ რა დევს. და მერე დახურე. არა. ძმაო, გთხოვ, ინტერესით ვკვდები. შენ არ გაინტერესებს? მიდი, გახსენი. გახსენი, გთხოვ. კარგი გავხსნი, ოღონდ ამის შესახებ არავის არაფერი უთხრა, გესმის? გიფიცები არავის ვეტყვი, ძმაო. მიდი, გახსენი. მიდი. ძმაო, უკან დაბრუნდეთ. დამშვიდი და უნუგაშინი აქ დარჩი. მე მარტო წავალ, გესმის? აქ დარჩი. ნუ წახვალ, ძამიკო. დამიჯერე გულენდამ, აქ დარჩი. ძამიკო, თხილად იყავი. დედა შენს მიეცი. ის მოგიყვება. თუ რა თქმა უნდა მისინება იქნება. რომ არ მომიყვეს? გათენებისას ტბის ნაპირას ვიქნები. შესაძლოა საუბარი მაშინ მომინდომა. ხომ იცი მე მკვდარი ვარ. მკვდრებს ზიანს ვერ მიაყენებ. ყუთი გახსენი? ოთხი წელი. 4 წელია ჯოჯოხეთში ვცხოვრობ. შინაგანად სისხლი მდის. გული საშინლად მტკივა. ყოველ ღამე ვლოცულობდი, რომ მომკვდარიყავი. ვნატრობდი, რომ არასრულწლოვანთა კოლონიაში მიწად ქცეულიყავი. არ მოკვდი. ცოცხალი ხარ, არ მოკვდი. მომკალი. მიდი მომკალი. მაშინ ცრემლი შეგაშრება. იქნებ შენში ძინვარე ცეცხლი ჩაქრეს. მიდი მომკალი.
შენ უკვე მკვდარი ხარ. აღარ არსებობ. არ არსებობ. შვილი სახელად გულჯემალი არ მყავს. აღარ არსებობ. იცი ადამიანისთვის სამშობლო იგივეა რაც დედა. შენ სამშობლო არ გაგაჩნია. შენ დედა არ ყავს. არ ყავს. ახლა კი აქედან წაეთრიე. სადაც გინდა იქ წადი. აქ მოსული აღარ დაგინახო. წაეთრიე. წადი. დედა. არაფერია საყვარელო. გულჯემალი ძალიან თავდაჯერებული ჩანდა. თქვენ გსურთ რომ დევაჰანიმი იმ სახლში დარჩეს, ხომ ასეა? მიზეზს არ გითხავთ, რა თქმა უნდა თქვენი საქმის თქვენ იცით, მაგრამ მე ვფიქრობ რომ დევაჰანიმი იმ სახლს თქვენთან ერთად დატოვებს. მაშინ რა მოხდება? არაფერი. გულჯემალი უარესად გაღიზიანდება. დავინახე დევას სახელის ხსენებაზე თვალები როგორ უბრწყინავს. ხმა როგორ უგანკალებს. დევას დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს. ასე დროს შეცდომას აუცილებლად დაუშვებს. მგონი გულჯემალმა რაღაც იცის. მასა და დევას შორის რაღაც ხდება. ინფორმაცია უნდა გავიგოთ. ვიღაც უნდა შევუგზავნოთ. ეს შეუძლებელია. რადგან გულჯემალი ჩამოვიდა და თან თავისი წარმომადგენლები ჩამოიყვანა. აქ მაცხოვრებელს გვერდით არავის იკარებს. სახლში მომსახურე პერსონალიც კი სტამბოლიდან ჩამოიყვანა. შიგნით ვიღაც უნდა გვყავდეს. ისეთი რომ ლისგანაც ინფორმაციას ნებისმიერ დროს გავიგებთ. ხალბატონო, იმ პირთა ჩამონათვალი ვინც დაგირეკათ? მოგვიანებით. ზაფერხანიმ ერთმა პიროვნებამ დაგირეკათ. თქვენი ტელეფონის ნომერი მთხოვა, თავისი სახელი და გვარი არ თქვა. იმ წუთას დამავიწყდა და ცოტა ხნის წინ გამახსენდა. დევაჰანიმის საქმროს ხომ მერთი ერქვა? დიახ, მერთი. ტელეფონის ნომერი გამოართვი. ტელეფონი მაშინვე გამითიშა. ნომერს ჩანაწერებიდან მოვიძიებ. ტელეფონის ნომერს ადვილად გავარკვევ. მამიკო. დევა, შვილო. მამიკო, მე ვარ, იფექი ვარ. იფეკ. შვილო. გთხოვ, დევა იპოვე. დევა მომიყვანე. მოგიყვან, მამიკო. ვიპოვი და მოგიყვან. ახლა ამაზე არ ფიქრო, კარგი? კარგად იქნები. მალე გამოჯამრთელდები. ნუ ხმაურობთ. უკაცრავად. გისმენთ? იფეკ, მერთი ვარ. მერთი? ჩემთან დარეკვას როგორ ბედავ? მართალი ხარ, არც კი ვიცი რა გითხრა. სიზმარში დევა ვნახე, ცუდად გამოიყურებოდა. ღვთისგულისათვის მითხარი, იფეკ. დევა ახლა სად არის? ძალიან გთხოვ, მითხარი. რაღაც გავიგე, სიმართლეა ის რაც გავიგე. მითხარი, გთხოვ. მერთ, ჩემთან დევას როგორ ახსენებ? ნუ გამაგიჟებ. მას რა უფლებით კითხულობ? დამშვიდი, იფეკ. შენის მითხარი სიმართლეა ის რაც დევას შესახებ გავიგე. მართლა ვიღაც კაცთან ერთად ცხოვრობს? და გავიწყდა? მიატოვე და წახვედი. მიატოვე და სხვაზე დაქორწინდი.
იფეკ, შემიძლია ყველაფერი აგიხსნა. ვერ ამიხსნი. უფლება არ გაქვს ჩემს დას პასუხი აგებინო. უფლება არ გაქვს საერთოდ რამე იკითხო. შენ ჯერ საკუთარ საქციელზე დაფიქრდი და მერე დევას ნაკლზე ილაპარაკე. იფეკ, შენთვის წარსულზე სასაუბროდ არ დამირეკავს. შეკითხვას გისვამ და მიპასუხე. დევა ახლა სად არის? წყეული მციღავ. წყეული მციღავ. ცხოველი. იფეკ. რა მოხდა? მამა შენი კარგად არის? კარგად არის. ცოტა ხნის წინ მერთმა დარეკა. რა? რა გითხრა? სიმართლე ყოფილა? მართლა დაქორწინდა? მართალი ყოფილა. უსირცხვილო. ანგარიშ საკეთ ითხოვს. რას ამბობ? საინტერესოა ვისგან რა გაიგო. კითხულობს გავიგე დევა ვიღაც კაცის სახლში ცხოვრობსო და სიმართლეა თუ არაო. დევას არ იცნობს. შენის მითხარი დევა ნახე თუ არა? ნახე? ვნახე. მერე? დევა და ის კაცი გულჯემალი იარაღის სროლაში ვარჯიშობდნენ. ვერ გავიგე? გეფიცები, ჩემი თვალით დავინახე. ერთმანეთთან ახლოს იყვნენ, დევა იცინოდა კიდეც. რა სისულელეა არ მაღან. რატომ მოგატყუებ? ჩემი თვალით დავინახე. ალბათ არასწორად გაიგე. დევამ რა გითხრა? ვერ დაველაპარაკე. იმდენად ნათელი სურათი დამხვდა, საუბარი ზედმეტი იყო. დევა იმ სახლში გამოკეტილი არ ჰყავთ იფეკ. ხელში იარაღი ეჭირა, გეუბნები იარაღი დევას ეჭირა მეთქი. ესე იგი, ისე ენდობა რომ იარაღიანდო. შეეძლო ის კაცი მოეკლა, მისთვის ესროლა, იქიდან გაქცეულიყო, მაგრამ ასე არ მოიქცა. გესმის? საავადმყოფოში დარეკეთ? დავრეკე. მამა შენი პალატაში გადაიყვანეს. კარგადაა. მადლობა ღმერთს. მადლობა ღმერთს. გილოცავთ. როგორ გამახარეთ, დიდი მადლობა. გულჯემალს არ უთხრა კარგი? არა, არ ვეტყვი. ისეც არაფერს გავაკეთებ, რომ უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაგდოთ. გვირდებით. ახალი დასაცმელი იქ დაგიდა. რა დასაცმელი? თანარჩენები ხომ დაწვი? გულჯემალმა იყიდა და გამოგიგზავნა. საღამოს ეზოში ვახშამი უნდა მიირთვათ. თბილად ჩაიწვი არ შეგწივდეს შვილო. სულ ტყუილად უყიდია. მაინც არ ჩავიცვამ. უფროსო გოგოს ქრთამის სახით სტეიკი უნდა მომზადო? მის დასარწმუნებლად ეს გეგმა გაქვს? არა, ამის გამო არა. აბა? ერთი პატარა უკბილო გოგონას ვალი მაქვს, რომელიც გამოვალ მდგომარეობაში ყოფნისას დამეხმარა. დღეს მასთან ისევ ვალში დავრჩი და ვალი უნდა გადავუხადო. უკბილო გოგონა? დევასთვის არ ამზადებ? დიახ. რა საიდუმლოებებით ხარ მოცული უფროსო, ხანდახან არაფერი მესმის. ნომერი გამომიგზავნეს. დაურეკე. ეს ვინღაა? ალო? იცი ცხოვრებაში ცხოველური ხასიათი ყველა ჩვენგანს გააჩნია. მაგალითად მე. შენ ვინ ხარ? შენი სიკვდილის ანგელოზი. სიტყვას ნუ მაწყვეტინებ და მომისმინე. გულჯემალ ბეი? ჩემს ხასიათზე გიამბობდი. კაკაჩას ვგავარ. სიმაღლეზე ყოფნა მიყვარს. ცაში ფრენა მხიბლავს. მაგრამ როგორ სიმაღლეზეც არ უნდა ვიყო, კარგად ვხედავ ქვევით რაც ხდება. მიზანზე ორიენტირებული ვხდები, ელვისებური სისწრაფით ვუახლოვდები და კლანჭებში ვაქცევ. ამას ისე სწრაფად ვაკეთებ, რომ სხვერპლი მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც უკვე ჩემს კლანჭებში აღმოჩნდება. მომისმინეთ.
მაგ ტელეფონს გადაგაყლაპებ. ჭკუით მოიქეცი. თქვენი ბრძანებით ვინ თვალთვალებენ გურჯემალ ბეი არა? საბაჭრო ცენტრში გამოვედი და უკან ვინმე გამომყვა? ეგ საბაჭრო ცენტრი ჩემი საკუთრებაა. ჩემს საბაჭრო ცენტრში ჩემს ზურგს უკან უნდა მოქმედებდე? უფსკრულის პირას რა გითხარი, გაიხსენე. ამიერიდან შენი ერთადერთი მოვალეობა ჩემი დის გაბედნიერებაა. გოგოს აწყენინებ და ჩემთან გექნება საქმე. გასაგებია? კმარა, კმარა. ასე განზრახ მოიქეცი. სპეციალურად არ მითხარი, რომ ეს თქვენი საკუთრება იყო. არ გიკითხავს. გამოგიტყდები და მეგონა რომ გვიშინდელი დღის შემდეგ ჩვენ შორის რაღაც შეიცვლებოდა, მაგრამ იმედი გამიცრუდა. ესე იგი გატაცებული ვარ? ტყვე ვარ? რა ხდება? როგორ იქცევით? რა ადამიანები ხართ? მე არ გაიძულე ჩემზე დაქორწინებულიყავი. მაგრამ იძულებული გავხდი, ასე მოქცეულიყავი. არ შემიძლია, ამაზე მეტი აღარ შემიძლია, გესმის? კარგი. თუ ასეა წადი. სად წავიდე გულენდამ? კაცი მირეკავს და მემუქრება. ჩემ მიერ გადადგმულ ნაბიჯს ითვლის, თუ რამდენჯერ ჩავისუნთქე, სად წავიდე? სად? ხვალ შეიძლება გაგიტაცო. ისეთ ადგილას ახვალ, სადაც ვერავინ გიცნობს. ყველას და ყველაფერს უკან მოიდოვებ. მე მოვაგვარებ. ამას რატომ გააკეთებ? დედაჩემისგან ვისწავლე. ცხოვრებაში არ ვიქნები იმ ადამიანის გვერდით, რომელსაც არ ვუყვარვარ. ერთ დღეს მაინც წახვალ. სჯობს ახლა ვეძახვიდე. რომ ნაკლებად განვიცადო. მხოლოდ ერთი რამ უნდა გთხოვო. უნდა დამკვირდე, კარგი? რას უნდა დაგკვირდე? რაც უნდა მოხდეს. ჩემთან კონტაქტს არავითარ შემთხვევაში არ გაწყვეტ. ჩვენი შვილი შენგან შორს, მამის გარეშე რომც გაიზარდოს. მან მამის ვინაობა მაინც უნდა იცოდეს. გესმის? ისევ არ ჩაგიცვამს. მაღალი დავანთე, მოიმზადე. გარაჰანიმს უკვე ვუთხარი. არ ჩვენ ნაყიდ ტანსაცმელს ჩავიცვამ და არ ჩვენთან ერთად ვივახშმებ. სამ წუთს გაძლევ. სამ წუთში თუ არ გამოხვალ, მე თვითონ ჩაგაცმევ. იცი ეზოში როგორი ფორმით ჩაგიყვან? დაჯექი. იძულებული გავხდი, რომ ჩამოვსულიყავი. არ შევჯამ. რატომ შიმშილი დაიწყე? ეს რას ნიშნავს? ვერ ხვდები ბოლო დღეებში რა გადავიტანე? როგორ უნდა მოვიქცეთ? დავსხდეთ და ვივახშმოთ? თითქოს არაფერი მომხდარა? დიახ. რადგან საკვების მიღება მეტად მნიშვნელოვანია. ამას მივხვდი. შუაღამისას ყველა გააღვიძე და სუფრა გააშლევინე. მაშინ მივხვდი, რომ ჭამა შენთვის მნიშვნელოვანია. მე არ შევჭამ.
Yemeyeceğim. არ მინდა. გამომართვი. სასიამოვნო სურნელი ტრიალებს მოგინდებოდა. İstemiyorum. არა, არ მინდა. Söyle. გისმენ? ფარემ ბოლომდე გეჯამა. იმედია ვერ მიხვდება. უზარმაზარი ბატკანი დაუკლავს. იმედია ნაჭრების რაოდენობა არ დაუთვლია. უკანასკნელად გეკითხები, შეჭამ თუ არ შეჭამ? Yemeyeceğim. არ შევჭამ. სარჩოს პატივს არსცემ. Sen bilirsin. შენი საქმის შენიცი. Hay yıldız kaydı. ვარსკვლავი ჩამოვარდა. Dilek tut. სურვილი ჩაიფიქრი ახლავე. Hemen. ახლავე. Bunu da mı emret? ამასაც მიბრძანებ, არა? ეს ბრძანება არ არის რჩევა. Allah benim. უფალი სურვილებს არ მისრულებს. Yıldızlar. იცი ვარსკვლავი როგორ ვარდება? Allah katında. ბედისწერის ციგნი არსებობს, სადაც ნებისმიერი არსების ბედისწერა წერია. Akıbetini. ლევჰი მაჰფუზ დაცულ აბრას ნიშნავს. Korunmuş. ხომ იცი ბედისწერა ძალისხმევაზეა დამოკიდებული, ამიტომ ციგნის დაწერა არასოდეს სრულდება. O yüzden. ჩვენი ბედისწერა ხანგრძლივად იწერება. Yani. არსებობენ ბოროტი არსებები, რომლებსაც სურთ გაიგონ თუ ამ ციგნში რა წერია. ანუ მომავლის შესახებ ინფორმაცია გაავრცელონ. Gelecekten haber getirmek istedim. ლევჰი მაჰფუზში დაწერილი ინფორმაციის მოპარვაც ცდილობენ, მაგრამ Mahfuzdaki bilgileri. ამბობენ ანგელოზები, რომლებიც ციგნს იცავენ, Koruyan melekler. ბოროტ არსებებს ქვებს უშენენ და აფრთხობენ. Taşlayıp uzaklaştırır. ვარსკვლავის ჩამოვარდნა, რასაც ჩვენი თვალით ხედავთ, სინამდვილეში ეს სულიერი სამყაროს მოვლენაა. Hız kayması olarak gördüğümüz şey. ამიტომ, როდესაც ამ მოვლენის მოწმე ხდები, სურვილის ჩაფიქრება აუცილებელია. O yüzden ეს ნიშნავს, რომ უფალს თხოვო ციგნში შენ შესახებ კარგი ბედისწერა ჩაწეროს. aslında ერთგვარი Allah'ın ლოცვა. kitabına kadar yazmasını istemektir. ამას მე არ ვამბობ. Bir nevi duadır. Ben demiyorum bak. იბრაჰიმ ჰაკი ამბობს. Hiç duymadım. ადრე არ მსმენია. Sen nereden? შენ საიდან იცი? Okuyorum. კითხულობ, Ben her şeyi მე okuyorum. ყველაფერს ვკითხულობ. Az önce özel ცოტა ხნის წინ განსაკუთრებული მოვლენის მოწმე გახდი. bir dilek tut. სურვილი ჩაიფიქრე. რომც ჩავიფიქრო, მაინც არ ამისრულდება. თუ გეწოდინება რომ აგისრულდება, რას ჩაიფიქრებდი? Babamı görmedim. მამა ჩემის ნახვას. მის მდგომარეობას ძალიან განვიცდი. O zaman მაშინ სურვილი აგისრულდება. Nasıl? როგორ? seni babana götür. მამა შენთან წაგიყვან.